ძველი ქართული ანდაზა წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო და მაღალი კიდევ დონალდ ტრამპსო. მაგალი გამოდის აეროპორტიდან და ხალხი ეკითხება, ახალციხე თუ ყველაზე მაგარი კურორტია, შენ დუბროვნიკში რატომ იყავი დასასვენებლად და მაგალი კიდე პასუხობს, სადა მაქვს მე ახალციხის ფული, 2 ხელფასის ლივს გავაწვლიდი დუბროვნიკსო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკოდიშვილი გახლავართ. საქართველოს მაღალი პრეზიდენტი ბათუმში გამართულ ტურისტულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და იქ დამსწრე საზოგადოებას ამცნო ის know-how, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპაზე განვითარებული ქვეყანაა. საქართველოს საზღვარზე შემოდიხარ პასპორტის ამოღების გარეშე. აღარ ნახულობ მესაზღვრეს. თუმცა ჩვენი მესაზღვრების ნახვა ასევე ერთ სიამოვნებად ღირს, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო ხალხი. მე ამის შესახებ ნახე რომ ამას წინათ Euronews-ზე რეპორტაჟი რომ ევროპაში მომავალში ასე იქნება გადაადგილება საქართველოს ევროპა და საქართველოს უკვე ასე არის გადაადგილება. აჰა, აი კიდევ ერთხელ ჩაუშხვილეთ ევროპას. თავზე გადაუფრინეთ, გავუსწარით და განვითარების მხრივაც მასტერ კლასიც ჩაუტარეთ. აი თუ არ ჯობივართ ხალხო ევროპას. ტყუილად კი არის ახლა ჩემი მაღალი, მალე ევროპა და ნატო შეგვეხვეწებებულსა, ჩვენთან იყავი და მეტი არაფერი არ გვინდაო. თა თუ განვითარების თვალსაზრისით უკვე ვაჯობეთ და ისიც რაც ჩვენთან ხდება ევროპისთვის საოცნებო მომავალია, ახლა თქვენ ნაკეთ რა წვეტა იქნება მე ევროპელი ემისლების ახლა. რას არიზამენ, ოღონდ ევროკავშირში გაგვაწევრიანო. ისე მაღალო კაცო, შენ რო გისმენ მიკვირს ევროკავშირში რა დაგვრჩენი, აი რა. ეკონომიკური განვითარებით 100 თავით ვჯობივართ. ევროპაში ტურისტი აღარ ჩადის და ყველა აქეთ მოილტვის ჩვენს კურორტებზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით ვერც ერთი ევროკავშირის ქვეყანა ვერ შეგვედრება. პოლიტიკური სტაბილურობით მსოფლიოს ჯობი ვარ და რა გვინდა კაცო ამ ევროკავშირში? ვერ გამიგიე. ხო და ხალხო, მაღალი რო ამბობს ის რაც ჩვენი დროის საქართველოში არსებობს ევროპისთვის საოცნებო მომავალი არისო მართალია. ხო? აგერ გუშინ Euronews უყურებდი და მთელი ევროპის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვები იმართება ევროპის მოსახლეობა ამბობს რომ ესა თავიანთ მთავრობას ეხვეწება რა იქნება ერთხელ მაინც დაგვარბიეთ და ნეკრები ჩაგვილეცეთ. ხო? ეგრეა ნამდვილად ხო აბა რა. ეგ კი არა და მანიფესტაციაზე ასეთ პლაკატს მოვკარით თვალი. საქართველოში რომ ბესპიტიმინუ დიქტატურა არის, ჩვენთანაც სასწრაფოდ ეგეთი დაამყარეთ, თორემ ეს დემოკრატიულობა ადამიანის თავისუფლების უზენაესობა და ტრანსპარენტულობა ვჭამოთ ახლა ჩვენო და ეგ ვაჭამოთ ოჯახს. ხო. ისე მაღალო, აი რასაც ამბობ ახლა შენ თვითონ თუ გჯერა მე მაგის მაინტერესებს რა. არა, რა ვიცი, იმიტომ ვკითხულობ რომ შენ მაინც ხომ უნდა გჯეროდეს შენი ნათქვამის თორე მე რაღაც არ გამომდის. დროზე მიაწოდეთ მაღალ სიტყვა, თორემ დაიწყო კონფერენცია ხო? ეგ არა ბიჭო კაცო, ეგ მაგის მიდადი ჩანაწერებია. ვაიმე ეგ არა კაცო. ფურცლები მომწვეთ. შენ ფურცლები მომწვეთ. Well, first of all, Mr. Secretary General, and all of you, it's a great honor, certainly. It's a very great honor. ქალბატონებო და ბატონებო, აქ დამსწრე საზოგადოებამ. მინდა გითხრათ ნაციონალურმა მოძრაობამ დიდ წარმატებას მიაღწია. ჩვენ შევძელით და დავიმორჩილეთ ბიზნესი. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი ჩვენს ფონდში ირიცხება. ჩვენ მოვახერხეთ სასამართლოს მართვა. ჩვენ მოვახერხეთ პოლიციური სახელმწიფოს შექმნა. მსოფლიოში პატიმართა პროცენტული რაოდენობით ვართ პირველი ქვეყანა. საქართველოში არსებული თითქმის ყველა მედია საშუალება მუშაობს მხოლოდ ჩემს პიარზე. ჩვენ მივაღწიეთ დიდ წარმატებას და მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ მესამე ვადით მოსვლას ვაპირებ. სერგო ეს რა მომაწოდე რა ტექსტია ეს? მომეცი აქ ჩემი ტექსტი კაცო. ქალბატონებო და ბატონებო, აქ დამსწრე საზოგადოება. საქართველო ნომერ პირველი უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენთან მხოლოდ რუსი ტურისტების რაოდენობამ 1 მილიონი ადამიანი შეადგინა. ჩამოდის დონალდ ტრამპი და დებს ინვესტიციას. მიუხედავად ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა, ჩვენ მაინც ვითარდებით. ხალხი დასაქმებულია. ქვეყანა მოწინავეა დემოკრატიაში. თავად პუტინსაც კი შურს ჩვენი რეფორმების. ჩვენი პოლიცია ხალხის სერვისია. ჩვენ ვაპირებთ ავაშენოთ ვენახები, გავანათოთ მთები, მოვიყვანოთ საუკეთესო ხარისხის თოვლი. მომავალ წელს შავ ზღვას დავუმატებთ რამოდენიმე 15 მეტრიან და რამოდენიმე პატარა საბავშვო ტალღას. მინდა ყველას უთხრა, ჩამოდით ჩვენს ქვეყანაში და თქვენი თვალით ნახეთ ეს ჯადოსნური მხარე. მიშა გამოფხიზლდი. მიშა რას ამბობ? ამ ხალხმა კარგად იცის რა ქვეყანაც არის საქართველო. გამოფხიზლდი მიშა, მიშა. ვაიმე რა ვქნა, ჰა? რა საგონებელში ჩამოდო კაცო ამ კაცმა? ისევ იგივეს მიერეკება, ისევ რაღაცებს ლაპარაკობს კაცო. ვერ გამოვაფხიზლე.
მოიცა მე ვიცი როგორ უნდა უშველო ჩემს დიაც მოიცათ. აი ეხლავე. არ გაულაწუნო ხელ შემოგიბრუნებს. არის ხალამო. ხომ გითხარი ხელ შემოგიბრუნებს მეთქი. გაუკეთე ახალს, სიგეთეა. სამთო ტურიზმი, საზღვაო ტურიზმი, სამკურნალო ტურიზმი და ახლა უკვე ისტორიული ტურიზმიც. დიახ, ჩვენთან მალე ისეთი ისტორიულ ტურისტული ცენტრი იქნება, რომ მე ეჭვება სხვა რომელიმე მსოფლიო ცენტრმა კონკურენტობა შექმნოს, კაცო. რაბათის ციხე-ქალაქში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი სრულდება. ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე ძველ შენობებს პირვანდელი სახე დაუბრუნდათ. სრულად მოეწყო ინფრასტრუქტურა ტურისტებისათვის. 8000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ციხე-ქალაქში სასტუმრო, რესტორნები, ღია კაფეები, სავაჭრო რიგი და დასასვენებელი სივრცე იქნება. სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა. მართლა, გაჟღერდები კაეში. ეს იქნება საქართველოს მთავარი ტურისტული დანიშნულება. ცხეთა ძალიან მაგარია, მესტია, სასწაულია, ბევრი სხვა ადგილი გვაქვს, ხო, თავისთავად, მაგრამ ეს იქნება მთავარი ტურისტების მონახულების ისტორიული ცენტრი საქართველოში ყოველგვარ კონკურენციის გარეშე. იმიტომ რომ ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. ეს არის კონკურენტი, ამის კონკურენტია დუბროვნიკი, ამის კონკურენტია იტალიაში 1-2 ადგილი, ესპანეთში 1-2 ადგილი და ეგ არის. დიახ, ახალი ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია მსოფლიო ტურისტულ გველეშაპთა რიგებში გადაგტყორცნის. მაგრამ მაღალო კაცო, აქამდე რომ გაიძახოდეთ ჩემს მოსვლამდე ამ ქვეყანაში არაფერი აშენებულაო, ჰა? აი ხა რა ვქნათ, როგორ გადავაჯეროთ მსოფლიო? რომ ჩემს ქვეყანაში ისტორიული ნაგებობებიც არსებობს, კაცო. თუმცა არა უშავს, მოდი მაგ ციხეზე ვთქვათ, რომ შენი მმართველობის პირველ წლებში ააშენე. შენ კიდე უკვე იმდენი ხანია ამ ქვეყნის მმართველი ხარ, რომ ყველა იფიქრებს, ეგ კაი შუა საუკუნეების ძეგლი იქნება. მოკლედ, ეგ ამბავი მოვაგვარეთ ახლა და გავაправეთ, მაგრამ ახლა მარტო ერთი რამ დაგჭა მოსაგვარებელი. აღარ ვიცი ახლა იქით ზაფხულს საწავიდე დასასვენებლად. ვითომ ბათუმში ჩავიდე და სენტროპედან და იბიციდან გამოქცეული უკმაყოფილო ტურისტების საუბარს უსმინო, ახლა, თუ ახალ ციხეში ჩავიდე და დუბროვნიკის ძაგებას მოусმინო. არა. მაინც ახალ ციხე მირჩევნი. უფრო სვეტსკი სასტავი გაიჩიტება მე, მეფე აბდულა, ელიზაბეთ მეორე. დილით სეირნობა შუადღის, ესე იგი, რძის აბაზანები, საღამოს კი კრიკეტის და პოლოს თამაშით შევიქცევ თავს. ეგრე ჯობს კი. არა, ბათუმიც კი მაგარი იქნება ახლა, მაგრამ არ მინდა რა, ახლა ჩადი ახლა და ჰოლივუდიდან ჩამოთრეულ მელ გიბსონს და ენტონი ჰოპკინს გაუყადრე კიდე თავი რა. მეტის საქმე არა. მე ახალ ციხე მირჩევნი. ჩემი ახალ ციხე. დუბროვნიკის, ეგვიპტური პირამიდების, რომის კოლიზეუმის, ვენეცია, ფლორენციის და სხვა ისტორიული ტურისტული ცენტრების ჩამძირავი და გამაპარტახებელი. ტურფა, ნოყიერი ახალ ციხე. რაშია საქმე? რაშია საქმე? რა დავაშავე ბატონო, კაცო? არა, თქვენ კაი ხალხო, იმასთან რატო არ მიდიხართ, კაცო? ის ჩემზე ხილად არ ამბობს ამას? ვაიმე, გამარეკეცა, რეკლამიცინი გაუშვით, რეკლამიცინი. არიქა პრეზიდენტს დროზე მიაწოდეთ სიტყვა, თორემ დაგვემხო თავზე დემოკრატია. მისი სიტყვა მონუსხავს ინვესტორებს, აღაფრთოვანებს მთელ დასავლეთს, სულ შტაბერავს ქვებს, სიცოცხლეს აჩუქებს ლაზიკას და მშიერ ხალხს დააპურებს. ჩემი მაღალი, პირველად იყო სიტყვა. ნიუ-იორკი, ტოკიო, ლონდონი, პარიზი და ახლა უკვე ახალციხეც. გიხაროდნენ ახალციხის მკვიდრმა. თქვენი ქალაქი მთლად მეგა თუ არა, რაღაც მნიშვნელოვან პოლისს მაინც წარმოადგენს და ჯერ თუ არ გაუგია, სულ მალე მაინც გაიგებს მსოფლიო მის ფასს და მაღალ პროგრესულობას. ახალციხე, მაღალის თვალით დანახული შვეიცარია. წყნეთში მცხოვრებ დევნილებს რვეულის ფურცელზე დაწერილი ქვითრები მიუვიდათ. სტატია სამსათაურით საინფორმაციო სააგენტო IPN-ი აღწერებს. აი რა არის ახლა უცნაო? რა საჭიროა ახლა ეს ოფიციალური კვითარი ახლა? მრიცხველი სამონაწერია და არ გირს ახლა ამაზე ბევრი ლაპარაკი კაცო. თან ვერ ხედავთ რომ ამ ბოლო დროს საქართველოში როგორი ტენდენცია შეინიშნება? ოფიციალური დოკუმენტაცია ჩვენი მთავრობისთვის მიუღებელია და გარდა ამისა, ქვითრებით კომუნალურების გადახდა მოძველებული მეთოდია კაცო. ჩვენი ხელისუფლებისთვის დოკუმენტი რამეს რომ წარმოადგენდეს, ახლა კონსტიტუციას ტუალეტის ქაღალდზე კი არ დაწერდნენ. ხო, თან მარტო პოლიციის რეფორმით ხო არ უნდა ვიყოთ პირველები მსოფლიოში. რვეულის უჯრებიან ფურცელზე დაწერილი მრიცხველის ჩვენება, აბა რომელ ქვეყანაში გინახავთ ახლა? გინახავთ ეგეთი? თქვით, აბა ერთი, ხო. ამ ხრივ განვითარების დიდი პერსპექტივაც გვაქვს. მალე დენის და ნაგვის გადასახადი ხალხს უჯრებიან ფურცლებზე დაწერილი მიუვა. მერე ცოტა კიდევ განვითარდებით და გაზისა და წყლის გადასახადი ცალხაზიან ფურცელზე ამოწერილი იქნება. მსოფლიო გვაღიარებს. ოღონდ რა გვაღიარებს, მაგის გაფიქრებაც არ მინდა.
ისე მართლა არაფერია გასაკვირი კაცო. დღეს ფურცლებით მოგვიტანენ გადასახადს, მე ალბათ უფრო გაამარტივებენ პროცედურას. ხო, გაამარტივებენ. ხო, კაცო, ხმა დაიხა ქალაქში, რომ ესე იგი მომავალი წლიდან ყველა კომუნალურ გადასახადს ასე ზეპირი გადმოცემით გადავიხდითო. ხო, კარზე ზარს დარეკავენ, დვინ და გეტყვიან, დღეში თუ მას გამოხვალ თუ გინდა რომ დენი არ ჩაგიჭრათო და სხვა რაგზე გექნება. სადაც რვეულიდან ამოხეულ შუა ფურცელს აქვს ფიტრის ზალა, რატომ არ შეიძლება ხა ზეპირი გადმოცემით გაკეთებულ განცხადებას კონდეს ხა კანონიერი ზალა. ხო, აბა. კომპანია მედია ობიექტივმა ჯერ ძველი გამონათქვამი ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია არად ჩააგდო, ადგადა ბელგიის სასამართლოს შესჩივლა. გვიშველეთ რამე გადაგჭამა ჩვენს მიერ საეჭვო ვითარებაში არჩეულმა პრეზიდენტმა. ვნახოთ რაშია საქმე და რატომ გარბიან ბელგიაში სამართლის საძიებლად იმ ქვეყნის შვილები, რომლის სასამართლოსაც გამოკითხვების შედეგად 80%-იანი ნდობა აქვს. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო მიხეილ სააკაშვილს ბელგიის სასამართლოში უჩივიან. სარჩელი, რომელიც მაისის ბოლოსთვის მზად იქნება, მედიაკავშირ ობიექტივს ეკუთვნის. ბრიუსელში მედიაკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შედგენილი სარჩელი მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე პერიოდს ეხება. აქ იქნება განხილული 2007 წლის აქციის დარბევა, იქნება 2008 წლის ომის შესახებ განხილული 26 მაისი დახვრეტილი ახალგაზრდები, პოლიტპატიმრები, პრინციპში რაც დანაშაულია. კაცო, ერთი გამაგებინეთ, ამ მედიაკავშირის წევრები საერთოდ რა ფილოსოფიის მიმდევრები არიან და რისი შემქმნელები არიან, ჰა? რომ იმ პრეზიდენტს უჩივლონ, რომლის პრეზიდენტობის დროსაც ოპელ ვექტრის სარკეებს ვეღარავინ იპარავს, კაცო. საერთოდ რომელ კაცობრიობაზეა საუბარი? მითხარით, ჰა? იმაზე, რომელმაც ილია მოკლა და მე ვარდების რევოლუცია მოახდინა? არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებ იმ ფაქტს, რომ ვიღაც ავანტურისტმა თითქმის ქვია ქართველებმა ჩემი მაღალი ბელგიურ სამართალს მიცემ და ისე რაიმე შარი მოздო. ვის მიუძღვის კაცობრიობის წინაშე დანაშაული? ვის? საქართველოს პრეზიდენტს? გამაგიშებ თქვენ მე კაცო. დავიჯერო რომ ცხოვრებაში არ გადაგიხედავთ IRA-ის და NDA-ის კვლევებისთვის? ხო რა, იქნება იმდენად გაკადნიერდეთ, რომ ამ კვლევების ობიექტურობაში შეიტანოთ ეჭვი. კაცმა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ააშენა, ყველაზე მეტი ბრძოლა მოიგო, ქვეყნის ტერიტორიის არც ერთი გოჯი არ დაკარგა და დავით აღმაშენებელიც კი დაჯავნა მთელ რიგ საკითხებში, კაცობრიობის წინააღმდეგ როგორ ამხელთ ახლა ამას? როგორ კაცო, თვალები სად გაქვთ? ხო და მე აგიხელთ მაგ დაფსობილ თვალებს. გთხოვთ გაუშვათ ჩემი მაღალის მიერ ჩადენილი ზოგად საკაცობრიო საგმირო საქმეები. გაუშვით. მოიც, ეს რა იყო კაცო, ამის გაშვება გთხოვეთ მე? რა მეტი არა გაქვთ კაცო? მან ჩემი მაღალი სხვა ვიდეოები როგორ არ არის კაცო? ის გაუშვით, სადაც კარგად ჩანს, რომ ქართული კაცობრიობა თავზე მეტად უყვარს. ეგ ჩართეთ კაცო. ხო, აბა, დავაი, ეგ რუსული აგრესია რა გასაშვები იყო კაცო. რაში მჭირდებოდა? გაუშვით. არა, გადამრევს ეს ჩემი საპროდიუსერო და საეთერო ჯგუფი კაცო. საჩანს ეხლა კაცობრიობის სიყვარული. ნახეთ ჩვენი სანუკვარი პრეზიდენტის რამე ისეთი კადრები, რომ ბელგიელებს თვალზე ცრემლი მოადგეთ და არაფერში დაგვადანაშაულო, ხო? რაო? ეგეთი არაფერი აქვს ჩადენილი? აი, ბოლოს დადგა დრო, რომ მეც ჩავერთო ჩემი მაღალის PR კამპანიაში. ერთი წუთით. გთხოვთ ჩართოთ ეს დისკი, რომელსაც მე აქამდე გულთან ახლოს ვინახავდი. აი მეგობრებო, კონტრარგუმენტად მე ამას წარვადგენ ბელგიის სასამართლოში და ვნახავთ მე ვინ დაისჯება ერთი არა კაცთა მოყვარეობისთვის. გამახსენდა თქვენი ლექსი, მე ისეთ ქართულს რა უთხრა. და აი ყოველ სუმახსოვდა ეს ლექსი, იმიტომ რომ თუკი შენს წინაპარს შანთებით ვერ დაავიწყეს ქართული, თუკი ქართული ფერეიდანში ფანდურით, შენ რაღა ღმერთი გაგეწყრა, ვინ არის შენი გამზდელი, როცა შენი გულისთვის დამიწდა, როცა ამდენი ქართველი. და ყოველივე ამის შემდეგ თქვენ კიდევ გინდათ თქვათ, რომ ამ ადამიანს კაცობრიობა არ უყვარს? ინტრიგანებით არის სავსე ეს ბეთქრული საქართველო და იმედი ეს მამნეტოტებიც მალე განიცკიპება.
ახლა აბების ეთერში 5 პოლიტიკური აბის მიღების დრო დადგა. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა ჩემმა მაღალმა თავისი მახილგონიერებით. იგი პიარის კარგი ოსტატიც აღმოჩნდა. მხოლოდ მას შეუძლია დაუმთავრებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა მსოფლიოს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში შეადაროს. ეს იქნება საქართველოს თავარი ტურისტული დანიშნულება. ცხეთა ძალიან მაგარია, მესტია, სასწაულია, ბევრი სხვა ადგილი გვაქვს, ხო, თავისთავად, მაგრამ ეს იქნება თავარი ტურისტების მონახულების ისტორიული ცენტრი საქართველოში, ყოველგვარ კონკურენტს გარშე. იმიტომ რომ ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. ეს არის კონკურენტი, ამის კონკურენტია დუბროვნიკი, ამის კონკურენტია იტალიაში 1-2 ადგილი. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე ისევ მიხეილ სააკაშვილი გავიდა. მან არ იკმარა ის, რომ ყოველდღე გვესაუბრება 4-ჯერ, 8-ჯერ და 140-ჯერ გაზრდილი ეკონომიკის შესახებ და ამჯერად ტურისტების მოსალოდნელი რაოდენობაც გაგვაცნო. რა თქმა უნდა, ჩვენ გარანტირებულად ისედაც გვეყოლება 10 მილიონი ტურისტი, სულ რომ ხელიც არ გავანძრიოთ ალბათ უახლოეს წლებში. მესამე ადგილი. მესამე ადგილი დაიკავა ყველაზე მდგრადმა მინისტრმა. მას წილად ხვდა იმის ბედნიერება, რომ მთელ მსოფლიოში თითით საჩვენებელი ქვეყნის მინისტრი ყოფილიყო. თითით საჩვენებელი. ტურიზმის სექტორი საქართველოში დღეს არის მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნებისთვის ჩვენ რეგიონში. მეორე ადგილი. მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს პრეზიდენტმა. მან კარგად იცის ძველი ქართული ანდაზა. გამეორება ცოდნის დედაო და ამიტომ ყოველ შეხვედრაზე ერთი და იგივე სიმეორებს. მე არ ვიცი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ტურიზმი იზრდება ასეთი რაოდენობით, როგორც ეს არის საქართველოში ბოლო წლებში. პირველი ადგილი. დღეს შედგა ჩემი მაღალის ბენეფისი. იგი მთელი ძალით ეცადა, რომ პირველი ადგილი დაეკავებინა და უნდა ითქვას, რომ მან ეს მოახერხა. პირველი ადგილი დაიკავა მაღალმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ენას ძვალი არ აქვს. თქვენ უნდა იფიქროთ პატარ-პატარა ბიზნესების გახსნაზე, იმიტომ რომ ყველგან ჩვენ ამის პირობებს შევქმნით. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოუდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.